რა მოლოდინები აქვს უფრო ფართოდ ხილის კაბლის ნუშის სექტორს 2026 წელთან მიმართებით, რამდენად სჭირდება ან აღარ სჭირდება სუბსიდიის მხარში დგომა და ზოგადად როგორ ხედავს სახელმწიფოს როლს სექტორის განვითარების ნაწილში. ამაზე ვიმსჯელებ დღეს სექტორთან ერთად თემურ გოგია, მერაბ ჭითანავა და ლევან ქვარიანი იქნებიან დღეს ჩვენთან პირდაპირ ხაზზე და შესაძლებლობა გვექნება არასრული 1 საათის განმავლობაში ერთად მოусმინოთ ბიზნესის ხმას. მოგესალმებით ყველას ერთად და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ლევან სტუდიაში ხართ თქვენგან საუბარს და მინდა რომ აი იმ SWOT ანალიზის ესე ვთქვათ მოკლე SWOT-ი გავაკეთოთ მე და თქვენ პირდაპირ ეთერში ძირითადად ნარჩუნდება თუ იცვლება ესე ვთქვათ მოცემულობა მთლიანად სექტორისთვის. კი ბატონო. მოკლედ ეს SWOT ანალიზი რომელიც თქვენ განიხილეთ, ეს ეხებოდა ზოგადად კაკლოვან კულტურებს, მათ შორის არის თხილი, ნუში, კაკალი. თხილისგან განსხვავებით ცოტა სხვა პრობლემები არის ნუშის და კაკლის ინდუსტრიაში, სხვა გამოწვევები და უფრო სხვა კიდე პოტენცია. რაც შეეხება ამ SWOT ანალიზს, რამოდენიმეს ამოვარჩევდი თქვათ რომ დავიწყოთ იმ ხარვეზებით, იმ პრობლემებით, რომლებიც არსებობს. ბუნებას წინ ვერ აუდგებით. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად მოსავლიანობაზე. ამის კარგი მაგალითია გასული წელი, გაზაფხულზე ცუდი ამინდები წაყინვების გამო 2025 წლის ნუშის და კაკლის მოსავალი იმაზე გაცილებით ნაკლები იყო, რომელსაც პროგნოზირებდით და რომელსაც ველოდით. ამიტომ ეს პირობებია, რომელიც სულ იქნება, თუმცა არის სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, რომელმაც ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს ამ გამოწვევებს. მე მაინც გამოვყოფდი, აქ საუბარი იყო მაინც ცოდნა, განათლება, საერთაშორისო გამოცდილება. კი ბატონო, მე ვიტყოდი რომ ბოლო 5-6 წელიწადში საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. და ვფიქრობ ბოლო წლებში საკმაოდ საინტერესო პროექტები განხორციელდა ნუშის და კაკლის ინდუსტრიის მიმართულებით. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ ის შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ თქვათ 8-9 წლის წინ დაუშვა ინდუსტრიამ, იმიტომ რომ იყო ახალი ინდუსტრია, არ ჰქონდა ცოდნა გამოცდილება. შესაბამისად, ის დაშვებული შეცდომები ასე თქვათ შეცდომებით ეხლა ვიმკით და არის კონკრეტული პროექტები, ბაღები, სადაც სამწუხაროდ არ გვაქვს ის მსხმოიარობა და ის მოსავლიანობა, რომელსაც უნდა ველოდოთ და რომელიც ასე თქვათ იდეალურ სიტუაციაში გვექნებოდა. თუმცა აქაც არის რაღაც ტიპის ჩარევები საჭირო, იგივე მოითხოვს ამ ფერმერებისგან თქვათ დამატებით ინვესტიციებს, იქნება ეს სარწყავი სისტემის გაუმჯობესება თუ რაღაც ბაღის დიზაინის გაუმჯობესება. თუმცა სამწუხაროდ იმ შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, თქვათ, როგორიც უნდა მიეღწიათ, რომ თავდაპირველადვე სწორად დაეწყოთ. მაგრამ ეს ბუნებრივი იყო, ეს ეტაპი ვფიქრობ, რომ გადავიარეთ და ბოლო წლებში თუ ახალი პროექტები იწყება, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ბაზა არსებობს უკვე ინფორმაციის და საკმაოდ მარტივად შეიძლება, რომ კარგი და წარმატებული პროექტი დავიწყოთ ამ მიმართულებით. შრომითი ძალის მიგრაცია, ვთქვათ, აი კადრების დეფიციტი, აი ეს შეინიშნება, ესე ვთქვათ, ამ სექტორში თუ გეტყვით, ნახეთ, ამ ინდუსტრიაში განსაკუთრებით ნუშს და კაკალზე ვსაუბრობ, მასობრივი სამუშაო ძალის პრობლემა იმდენად არ არის. შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ, მაგრამ საბოლოოდ ეს არის ინდუსტრია, რომელშიც აუცილებელი არის ყველაფერი უნდა ჩაერთოს მექანიზაცია, ტექნოლოგიები. ეს არ არის თქვათ მოცვი და მსგავსი კულტურა, სადაც ხელით კრეფა აუცილებელი, მოსავლის ხელით აღება. თუ უნდა იყოს წარმატებულები და კონკრეტული ფერმერი, თუ უნდა იყოს წარმატებული და თუ უნდა ხარჯების შეამციროს, მას სჭირდება მექანიზაცია. ეს ცალკე საკითხია, რამდენად აქვს ხელმისაწვდომობა მექანიზაციაზე, თუმცა სამომავლოდ თუ რომელიც უნდა წარმატებული იყოს, მან არც უნდა განიხილოს, რომ ხელით აკრიფოს კაკალი ან ნუში. რაც შეეხება სხვა მხრივ კვალიფიკაციას, პრობლემები არის, ოღონდ არის არა ასე თქვათ უხეშ ძალაში, აი სხვა მიმართულებით ცოტა პროფესიონალი თქვათ შეიძლება იყოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესდებიან თუნდაც აგრონომები, რომელსაც თანამედროვე ცოდნა აქვს, თანამედროვე კვლევებზე მიუწვდებათ ხელი, შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისი კადრების მოძიება, ანუ იმ მიმართულებით, რომელიც ვფიქრობ საჭიროა უკვე ამ ინდუსტრიაში, რომ 21 საუკუნეში კონდეს თანამედროვე ფერმერობა და არა მხოლოდ რაღაც მიწის მოხნა აქ
სრულად დიჯიტალიზაცია მიმდინარეობს ინდუსტრიაში და ამას უნდა დავეწიოთ და გვჭირდება შესაბამისად კვალიფიცირებული ხალხი. უღრმესი მადლობა ამას ჩავთვლი ესე ვთქვათ ჩვენს შესწავლად და კიდევ დაგიბრუნდებით კითხვებით მე მანამდე ბატონ თემურ გოგიასთან წავალ შემდეგი კითხვებით ბატონ თემურ აი კაკალზე და ნუშზე ვთქვათ ამ სექტორზე მოვისმინეთ აი რა გამოწვევები დგას დღეს თხილის სექტორისთვის რა ტიპის შესაძლებლობებია და რას უთვლით ამ სექტორს ესე ვთქვათ ძლიერ მხარეებად და სუსტ მხარეებად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამოწვევები ძალიან ბევრია სამწუხაროდ და პირველად ნომერ პირველი გამოწვევა ამ სექტორში ეს არის კვლავ და კვლავ ისევ ფაროსანასთან ბრძოლა და გამკლავება ამ პრობლემასთან შესაბამისად აქედან გამომდინარე ხარისხი ამაღლების გამოწვევა ასე ვთქვათ რა. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენ ამას საბოლოო ჯამში ვერ დავამარცხებთ ამ პრობლემას და ხარისხსაბრივად ვერ ავამაღლებთ ქართული ფხილის ხარისხს ძალიან გაგვიჭირდება მოწინავე იმ პოზიციებზე რა პოზიციებზეც იყო ქართული ფხილი დაახლოებით 10 წლის უკან მინდა შეგახსენოთ რომ ექსპორტის საერთო მოცულობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციას გულისხმობ ქართულ ფხილს ეკავა შემოსავლებით მეორე ადგილი ქვეყანაში ემის შემდეგ თქვენ იცით გარკვეული კატაკლიზმების შემდეგ და ფაროსანას პრობლემიდან გამომდინარე სერიოზული პრობლემები შეგვექმნა შემდეგ პანდემია დაერთო ამას მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან და კვლავაც შედარებით უკეთესად საქმე ვიდრე განვლილ წლებში ასევე გამოწვევა არის ის რომ ის პროგრამა რა პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იყო თანადაფინანსების პროგრამა პესტიციდების და ასე შემდეგ რომელიც ერთი წლის მაგივრად 3 წელი გაგრძელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იყო მაგრამ ცოტა სამწუხაროდ ცოტა ხარვეზებით გაგრძელდა ეგ პროგრამა და შედეგი სამწუხაროდ ისეთი შედეგი ვერ მივიღეთ რა შედეგიცაც ველოდით და უნდა მიგვეღო ახლა გაჩერებაზეა საუბარი ამ ტიპის სუბსიდიის და მხარდაჭერის და ეს ვთქვათ დროული გადაწყვეტილებაა არგუმენტირებულია ვთქვათ ესე ვთქვათ მთავრობის მხრიდან დიახ ის არგუმენტი რაც მინისტრის მოადგილემ ბრძანა რომ საკმაოდ მომგებიანი სფეროა და თვითონ გადაწყვიტონ ჩემო ბატონო ფერმერებმა ყველაფერი და თვითონ შეიძინონ ეს პესტიციდები და ამუშავონ გააგრძელონ დამუშავება ფართობების კი ბატონო გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ არ დაგვაუწყდეს რომ საქართველოს არის მცირე ნაკლებ მცირებიწიანი ქვეყანაა და ძირითადად ამ სფეროში არის ლოკალიზებული მცირე ფერმერები ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობა ძალიან დიდი ფერმერული მეურნეობებით ნაკლებია ჩვენთან საქართველოში და უფრო ძირითადად არის მცირე ფერმერული მეურნეობები ძალიან უჭირთ გამკლავება მოსახლეობას ფერმერებს გლეხებს ძალიან უჭირთ გამკლავება ამ ყველაფერთან პრაქტიკულად ეს მეორე თემა კიდევ ის რომ სოფლები დაცლილია პრაქტიკულად და მხოლოდ დარჩენილია ხანში შესული ადამიანები და უჭირთ ფიზიკურად მოვლა პატრონობა ამ ბაღების ძალიან ბევრი შეხვედრები იყო ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა ეს ყველაფერი როგორ მაქსიმალურად როგორ დავხმარებოდით ხალხს მაქსიმალურად როგორ შეგვენარჩუნებინა ეს ყველაფერი თანაც ამავე დროს დაერთო კიდევ რაღაც ერთი დიდი კიდევ პრობლემა ის რომ მასიურად დაიწყო ხმობა ხილის ბაღებმა და ესეც ერთ-ერთი გამოწვევა ახლა საკმაოდ რთული გამოწვევა ამასაც მაგრამ ბატონი მერაბიც იტყვის და არაერთხელ თქვა მან რომ რაღაც ბაქტერიასთან გვაქვს საქმე ხო და გამოწვევები საკმაოდ ბევრია ამ სფეროში რა რაც შეეხება ექსპორტს რაც შეეხება იმას რომ ზარდია ტენდენცია და ფასები ეს ძალიან დიდი мотиваცია მისცა ამან ფერმერებს, გლეხებს, ვინც ამ სფეროშია დაკავებული, ძალიან დიდი мотиваცია მისცა, რომ გააგრძელონ ეს ყველაფერი, მოუვარონ, კარგად მოუვარონ თავიანთ ბაღებს, რომ შესაბამისად მაღალი შემოსავალი მიიღონ და მაღალ ფასში გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. ეს აქსიომა პირდაპირ პროპორციულადაა ხარისხი დამოკიდებული ფასთან.
რაც მეტი ხარისხის გექნება პროდუქცია, იმდენად მეტ მაღალ ფასში გაყიდ იმას. ეს არის აქსიომა. ასე რომ ძალიან დიდი мотиваცია მისცა მაღალმა ფასებმა გლეხებს. ნახოთ მომავალში ალბათ შეძლებენ უფრო მეტად მოტივირებული იყვნენ, უფრო მეტად მიხედონ თავიანთ საგანმანათლებლო ნაკვეთებს და შესაბამისად მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი და უფრო მეტი გასამჯელო მადლობა ბატონო თემურ, მოგიბრუნდებით. თუ შესაძლებლობა გვაქვს, მე გადავალ ბატონ მერაბთან, შემდეგი კითხვით, ბატონო მერაბ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენი დროისთვის. აი, რამდენად პროგნოზირებადი არის დღეს გარემო ასოციაციის გადმოსახედიდან ბიზნესისთვის, თხილის ბიზნესისთვის და აი ეს ფასების ზრდა და ამასთან დაკავშირებული мотиваცია, რასაც ბატონმა თემურმა ესე ვთქვათ გაუსვა ხაზი, რამდენად მდგრად მოცემულობა აქვს ესე ვთქვათ აღქმული სექტორს ამ ეტაპზე. სალამი, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი დროის დათმობისთვის ჩვენი სექტორისთვის, ნამდვილად ჩვენთვის სექტორთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ძალიან კარგია როგორც ვაძლევთ საშუალებას ტელევიზიის მეშვეობით და თქვენი მაყურებლების მეშვეობით რომ მიმართოთ ამ საკითხებზე. მადლობა თქვენთან თანამშრომლობისთვის, ასევე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რომ ბიზნესი მზად არის ღიად ისაუბროს ამ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე და ზოგადად დაგვანახოს უფრო ზუსტად ესე ვთქვათ და მოგვასმენინოს ბიზნესის ხმა, ამიტომ თქვენს მადლობა მე. რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც თქვენ გააჟღერეთ და რომელზეც ისაუბრეს უკვე, მე ესე თანმიმდევრულად მივყვები, რომ ბუნებრივია, რაც თქვენ კვლევის მონაცემები გააჟღერეთ, აბსოლუტურად შეესაბამება რეალობას და ალბათ მაგ თემებზე ისევ აღარ ვისაუბრებ, ეს პრობლემები აქტუალურია და გვაქვს როგორც გამოწვევები და ის შესაძლებლობებიც გვაქვს, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. რაც შეეხება წლევანდელი სეზონი არ არის რაღაც განსაკუთრებულად მოულოდნელი პროცესი. ჩვენ თანმიმდევრულად ვადევნებდით ამ მოვლენების განვითარებას უკვე 2017 წლიდან მოყოლებული. მოგეხსენებათ, რომ ფაროსანას პრობლემა საქართველოში გარედან შემოვიდა, შესაბამისად და დასავლეთ საქართველოში არსებული მაღალი ტენიანობის და კარგი თქვათ ესე ხელსაყრელი პირობების ასევე ბაღების სეგმენტაციის ფაქტორმა გამოიწვია ფაროსანას ძალიან სწრაფი და ესეთი ეპიდემიური განვითარება ჩვენს რეგიონში. თუმცა რეალურად მოსაოდნელი იყო, რომ რაღაც ფორმით ფაროსანა საბოლოო ჯამში გავრცელდებოდა სხვა რეგიონებში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. შესაბამისად, პირველი წელი შარშან წინ იყო, როდესაც თურქეთში პრობლემა გაჩნდა. ჩვენ გაუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, თუმცა იქ რაღაც ღონისძიებები განსაკუთრებული მათი ვთქვათ ბუნებრივი პირობებიდან და ასევე იქაც თხილის ბაღების გაშენების სისტემიდან გამომდინარე ვერაფერი ვერ იქნა გატარებული. თურქეთმა აიღო მიმართულებად ბუნებრივი მტერის გავრცელება, იაპონური რაღაც მავნებელია კრაზანა, რომელიც ებრძვის ფაროსანას და ის ანადგურებს რეალურად, მაგრამ ამ პროცესს ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი შრომა სჭირდება, რომ მან დააბალანსოს ბუნებრივად ფაროსანას პრობლემა. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რაღაც მომენტში, როგორც ჩვენთან 2017-18 წლებში აისახა მოსავალზე ფაროსანას ფაქტორი, ასევე დაიწყებდა ასახავს თურქეთის ბაზარზე, რაც წელს პირველი წელი იყო და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია ესე სწრაფად არ დამთავრდება. ვფიქრობ, მინიმუმ ორი სეზონი მაინც თურქეთში გამოწვევები იქნება ხარისხთან და რაოდენობასთან მიმართებაში. რაც ფასსაც მოქმედებს ალბათ, არა, ანუ გამოდის, რომ საქართველოს შემთხვევაში, ვთქვათ, ამის გადმოდინების ეფექტი შეიძლება უფრო დადებითიც იყოს, ვიდრე უარყოფითი. კი, მე აი ზუსტად იმ მომენტისგან მიმყავს ჩემი საუბარი, რომ ეს რაღაც ცოტა ანალიზი გავაკეთო ამ პროცესის, რატო ჩამოვრჩით ჩვენ წინ მსოფლიო ლიდერებს თხილის წარმოებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე მწარედ თქვათ იყო ფაროსანაზე მოქმედების ქვეშ, ჩვენი მოსავლის ხარისხი მკვეთრად გაუარეს და რაოდენობა გაუარეს და 2019-2020 წელს ასოციაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი
პროექტებით რაღაც დონეზე წამოვწიეთ სექტორი და 55,000 ტონამდეც კი ავედით მოსავლის რაოდენობაში, თუმცა ეს ისეთი სექტორია, რომელსაც მუდმივი ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება და როგორც კი მოეშვა ეს მექანიზმი ეგრევე აისახა მოსავლის ხარისხზე და რაოდენობაზე, ფაროსანაც ისეთი გამოწვევა, რომ მას ყოველწლიურად სჭირდება დევნა, ასე ვთქვათ, და მენეჯმენტი ფერმერის მხრიდან პირველ რიგში, შესაბამისად ამანაც ესეც აისახა 2023-24 წლის მოსავალზე და ეხლა თურქეთის მდგომარეობა აღებს ფანჯარას საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის, რომ სწრაფად შევიდეთ ევროპის ბაზარზე, ასევე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იხსნება ასევე სხვა ბაზრებიც, როგორც არის ვთქვათ ისრაელის ბაზარი. სირიაც გამოჩნდა ახლა აი ამ ჩამონათვალში. რა თქმა უნდა. და იდეაში ჩვენი ერთადერთი რაც ჩვენ დაგვრჩენია არის რომ უბრალოდ ამ შესაძლებლობით ვისარგებლოთ და შევძლოთ რომ დავიმკვიდროთ ისევ ჩვენი პოზიციები, დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები ამ ბაზრებზე, თუმცა გამოწვევა არის შემდეგი, რომ ძალიან კარგი ინდუსტრიები გვაქვს, ძალიან მაღალხარისხიანი ქარხნები გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია ყველანაირი ტიპის პროდუქციის წარმოება, ექსპორტი, ვთქვათ, სტანდარტებთან შესაბამისობა, სერტიფიცირების კომპონენტშიც, გამოფენებზეც კარგად ვარ წარმოდგენილი, თუმცა ფერმერების ჩართულობის გარეშე ეს უბრალოდ ზედაპირული ფაქტორია. როდესაც საქართველოში თხილის მოსავალი 40,000 ტონა, 45,000 ტონა არ გადაჭდება, იმდენად მაღალია კონკურენცია ქარხნებსა და მცირე გადამამუშავებელ საწარმოებს შორის, რომ ფაქტობრივად მარჟები არ რჩებათ და ეკონომიკურად გაუმართლებელი მოდელი შეერჩათ ხელში ექსპორტიორებს წლების განმავლობაში. თუ ვთქვათ 50-55,000 ტონა გვაქვს, უკვე მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობა, ტვირთის ბრუნვაც უფრო მშვიდია და მოგებაც შესაბამისად ძალიან კარგი აქვს ექსპორტიორსაც და ფერმერსაც. ოკეი, აი ბატონო მერაბ, სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აქვს ასეთი რამე ნათქვამი, რომ თხილთან მიმართებითო რაღაცა ახალი ტიპის ინსტრუმენტებს მოვიფიქრებთო, ესე ვთქვათ, მხარდაჭერის ინსტრუმენტებს და ასე შემდეგ, ვთქვათ, ამ სუბსიდირების პროგრამის თუთან დაფინანსების პროგრამის გაჩერების კვალდაკვალ რაიმე კომუნიკაცია ხომ არ ყოფილა სამინისტროსთან ამ ეტაპზე, თუ არის პროცესი დაძრული და თუ არ არის, მაშინ აი რა შეიძლება იყოს, რა ტიპის ინსტრუმენტები შეიძლება სჭირდებოდეს დღეს თხილის სექტორს, ვთქვათ, სახელმწიფოსგან, ან რა ტიპის მხარდაჭერა მეტი ეფექტიანობისთვის. როგორც ვისაუბრეთ, მოკლედ დავხურავ ამ ბაზრის მიმოხილვის ნაწილს, რეალურად წელს გვაქვს ფერმერებისთვის და ქარხნებისთვისაც ძალიან ხელსაყრელი წელი, სავარაუდოდ მომავალ წელსაც ანალოგიური სურათი გვექნება, თუ ვთქვათ, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა გაიზარდა და საქართველოს თხილის სექტორს ახასიათებს, როდესაც მაღალი ფასია თხილზე, როგორც მაგალითად არ ვიცი, იყო პრეცედენტები, როდესაც გაუტეხავით თხილი წელს ფერმერმა 12-13 ლარში გაყიდა. მე დამერწმუნებით, რომ ძალიან მაღალი ფასია შაშანდელთან 7 ლართან, 5 ლართან, 6 ლართან შედარებით. თუმცა ამავე დროს წელს იყო პრეცედენტები, როდესაც მაგალითად გურიაში, სამეგრელოში დაბალი ხარისხის თხილი 2 და 3 ლარადაც გაიყიდა. შესაბამისად, სხვაობა ძალიან დიდია. რაც უფრო უკეთესი ხარისხის არის თხილი, მით უფრო მაღალია ფასი. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დახმარება შეწყდა, წელს აღარ იქნება ფერმერების სუბსიდირების პროგრამა. აქ შემიძლია დავადასტურო, რომ თხილის წარმოებელთა ასოციაციის შუამდგომლობით 2022 წელს პირველად გაჩნდა უპრეცედენტო ფაქტი, რომ სამინისტრომ დაიწყო სექტორის სუბსიდირება. გავაგრძელეთ ეს ერთობლივად 3 წლის განმავლობაში, თუმცა როგორც ვისაუბრეთ და სტუმრებმა ისაუბრეს, ისეთი შედეგი, რომლის მოლოდინიც გქონდა, რეალურად არ დადგა. ფერმერებმა ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მიზნობრივად პირდაპირ თხილის ბაღში აითვისეს ეს თანხები და გამოიყენეს. რამაც დაგვანახა შემდეგი რამ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ფერმერებს მივეცით შესაწამლი პრეპარატები, მივეცით გავხსენით სოფლებში
მაღაზიები, აგროქიმიკატების რაისი ნაკლებობაც იყო დასავლეთ საქართველოში, ასევე განათლება, ტრეინინგები რაღაც ზონაზე ჩავატარეთ, 35000 ფერმერთან ვიმუშავეთ. 2022 წელს მთლიანად მოხდა სექტორის რუქების შედგენა, თხილის ბაღების აღრიცხვა და 3 წელი ზედიზედ ფაქტობრივად ცოდნა, ტექნიკური საშუალება და ფინანსური რესურსიც კი მიეწოდა ფერმერს, თუმცა ამან ისეთი განსაკუთრებული შედეგი, რომლის მოლოდინიც ჰქონდა, არ მოგვცა. შესაბამისად ლოგიკურია, რომ გადაფოკუსირება და სხვა უფრო ეფექტური მეთოდის მოძიება არის საჭირო. ჩვენი გამოცდილება წლების განმავლობაში იძლევა ერთ მიმართულებას. ერთადერთი რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ რაც ცალსახად ყველაზე უკეთესად მუშაობს, ეს არის ფერმერების განათლება, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია, მათი ტრეინინგები. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ ჩანს, რომ თითქოს ფერმერისთვის ყველაფერი ახსნელია, ჩასატარებელი 6 წამლობა, ეს დინამიკა, აგროკონსულტანტი, თუმცა ეს ყოველწლიურად არის განსაახლებელი, ყოველწლიურად მათთან ამ თემაზე სალაპარაკოა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია PR-ის და კომუნიკაციის ესე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლების კომპონენტი, იმიტომ რომ ფერმერებს წლების განმავლობაში გული ჰქონდათ ავარდენილი თავი ამ კულტურის მიმართ და რატომღაც იყო ჩამოყალიბებული ისეთი აზრი, რომ თხილი მომგებიანი ბიზნესი არ არის განსაკუთრებით ფერმერისთვის, თუმცა დღევანდელმა წელმა და შარშანდელმა პრინციპში აჩვენა, რომ იმ ხალხისთვის, ვინც უვლის თხილის ბაღს, მაგათთვის ძალიან მომგებიანი ესე ვთქვათ, სამეურნეო მიმართულებაა. აქვე შევხვდები, რომ ფაროსანასთან ერთად ძალიან ესე ვთქვათ, სერიოზული გამოწვევა გამოჩნდა თხილის ბუჩქების კი, მეც მაქვს მონიშნული თემად. კი ბატონო, თუ გნებავთ ხო, თუ შეიძლება გადავალ ბატონ ლევანთან შემდეგ კითხვით და მე უკვე მოგიბრუნდებით გამოწვევების ნაწილში კიდევ ერთხელ. ლევან, რით განსხვავდება ესე ვთქვათ ამ სექტორისგან უკვე თქვენი სექტორი გამოწვევების თვალსაზრისით და ასევე მხარდაჭერის თვალსაზრისითაც, აი რა სჭირდება სექტორს ვთქვათ აი გარედან მხარდაჭერის თვალსაზრისით. თითქოს კაკლოვანი კულტურები, თუმცა დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში ვთქვათ იგივე სუბსიდიაზე როდესაც საუბრობდით, თხილის მიმართულებით ამას აქვს გარკვეული წილად სოციალური სახეც. იმიტომ რომ თხილის ინდუსტრია წარმოდგენილია ძირითადად მცირე ფერმერებით, ალბათ 70-80% არიან პატარა ფერმერები, რომლებსაც ზოგ საკარმიდამო ტერიტორიაზე აქვს და აქვთ ასევე ნაწილ ფერმერს სხვა დამატებით კიდე შემოსავლის წყარო. რაც შეეხება ნუშს და კაკალს, აქ საუბარია ცოტა უფრო დიდ ინვესტიციებზე, ფერმერებზე, რომელთა საშუალო ბაღი ალბათ 15 ჰექტარიდან იწყება და 50 ჰექტარამდე ადის. ეს ერთი მხრივ უფრო ისე წარმოაჩენს ნუშს და კაკალს უფრო ძლიერ ინდუსტრიად, მაგრამ მეორე მხრივ, ოდესაც ფასებზე ვსაუბრობთ, ეხლა საკმაოდ მოწყვლადი ხდება ნუშის და კაკლის ინდუსტრია ამ მიმართულებით, ანუ ისი თქმა მინდა. ფასები იზრდება, მცირდება, ეს საერთაშორისო ბაზრებს მისდევს თხილის შემთხვევაშიც, მაგრამ თუ თხილში რაღაც მოხდა და ფასები ძალიან დაბლა წავიდა, კი, ძალიან ცუდია ინდუსტრიისთვის, თუმცა ინდუსტრია მაინც განაგრძობს მომავალ წელში ასე ვთქვათ, ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ის ფერმერისთვის, დიდი რიგი ფერმერებისთვის არ არის მხოლოდ ერთადერთი შემოსავლის წყარო. აი, იგივე თუ მოხდება ნუშის ან კაკლის ინდუსტრიაში, აქ არის ძალიან დიდი თანხები, ინვესტიციები ჩასხმული და უცებ თუ მოხდება ნუშის ფასის ძალიან შემცირება, შეიძლება ითქვას, რომ ამხელა ეს პროექტები დადგეს რისკის ქვეშ. ამიტომ მსგავსი მერყეობა მეტად მტკივნეულია, მე ვიტყოდი ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორც არის ნუში და კაკალი. ბოლო წლებში საკმაოდ დაბალი ფასები იყო, განსაკუთრებით 2020-ში ძალიან დაბალი ფასები იყო, თუმცა ბოლო 2 წელია ფასება დაიწყოს და შარშანდელთან შედარებით წელს ნუშიც და კაკალიც გაცილებით, ასე ვთქვათ, კარგ ფასად იყიდება როგორც ადგილობრივზე, ისევ საექსპორტო ბაზრებზე. და მხარდაჭერის თვალსაზრისით აი რაღაც იმ ტიპის ინსტრუმენტების თვალსაზრისით თქვა ამ ეტაპზე ეს არის თქო ბაღების გაშენების მიმართულებით მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც სხვა კულტურებსაც ეხება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც არის, ეს ბაღები შედის სხვაიარობაში, იზრდება მოსავლიანობა და მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მექანიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით მოსავლის აღები ტექნოლოგიების მიმართულებით. იმიტომ რომ ძალიან მხოლოდ მცირე ნაწილს ფერმერებისას ხელი მიუწვდება თანამედროვე ტექნიკაზე, რომელთაც შეძლებს დროულად შევიდეს ბაღში, დროულად აიღოს მოსავალი, იმიტომ რომ საბოლოოდ ამას ძალიან დიდი პრობლემები ახლავს. წელს მაგალითად, ვისაც არ ქონდა, თქვათ, მოსავლის ამღვრევი ტექნიკა და ან ქონდა 1 და ჭირდება 5
როდესაც უნდა აიღო ეს ბაღი თქვა მოსავალი ერთ კვირაში გაეწელა თქვა 2 თვე. ამ დროს მოუწია თქვა წვიმიანმა სეზონმა, გაფუჭდა ნუშის კაკლის ხარისხი და ასე შემდგომ. ანუ თავარი აქცენტი ალბათ ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს მექანიზაციის მიმართულებით. მხარდაჭერით. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო თემურ, თქვენთან მოვიდივარ შემდეგი კითხვით, აი რა მოლოდინები გაქვთ 2026 წელთან მიმართებით? აი რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციები, თუ გადაწყვეტილებები, თუ არ ვიცი, მარეგულირებელი ნორმები, აი რასაც ყურადღებას მიაქცევთ 2026 წელს? აი რაღაც ერთგვარი გზამკვლევი რო შევქმნათ ბიზნესისთვის ამ ეთერში. მოლოდინები პოზიტიური, საკმაოდ პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, როგორც მერაბმა ისაუბრა, იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხობრივი პრობლემები თურქეთშიც საკმაოდ წავედ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ საკმაოდ მისაღები ფასი იქნება შემდეგი 1-2 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე და შესაბამისად ეს საშუალებას მოგცემს იმისათვის რომ ჩვენც დაყოფიერად ვიმუშაოთ და ფერმერებიც მაყოფილი იყვნენ. ვინაიდან ისევ გავიმეორებ მაღალი ფასი, შესაბამისად მაღალი ფასი და მაღალი ხარისხი, რა თქმა უნდა, უპირველესი გამოწვევა ეს არის ხარისხი, თხილის ხარისხი. კი, მერაბმა თქვა ეს რომ დაახლოებით 50-55,000 ტონამდე ავედით ჩვენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეს რაოდენობა 50-55,000 ტონა მაღალ ხარისხიანი თხილია ისევე როგორც თურქეთშია ეს დაახლოებით გამოსავლიანობა იქ 50% მინიმალურ გამოსავლიანობას 50%-ს ითვლიან და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად საჭიროა იმისათვის რომ მაქსიმალურად კიდევ ერთხელ ეს საინფორმაციო ტრენინგები ფერმერების საინფორმაციო ტრენინგები მათთან მაქსიმალური ჩართულობა მათი ინფორმირებულება მაქსიმალურად ხაზგასმა იმისა რომ თუ რამდენად მოგებული დარჩა ის ფერმერი რომელმაც ჩაატარა ეს აგრო წესებით დადგენილი წამლობები ჩემო ბატონო მიიღო კარგი ხარისხის მოსავალი ეს ყველაფერი ხო თვალნათელია და იმედია რომ ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურ შედეგს მოგცემს მომავალ წლებში შესაბამისად ფასებიც ნორმალური იქნება მსოფლიო ბაზარზე და ინდუსტრიაც ნორმალურად გააგრძელებს ფუნქციონირებას. რაც შეეხება დახმარებას სამთავრობო დონეზე დახმარება ჩვენ არ გვაკლია და ყურადღება არ გვაკლია მაქსიმალურად ცდილობენ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგინოთ და ყველანაირად შეგვიწყო ხელი ყველაფერში. ბატონო თემურ, აი ბაზრების დივერსიფიკაციაზე ვისაუბრეთ, თქვათ, აი როგორ მიმდინარეობს თვითონ ეს პროცესი და თქვათ, როგორ ითვისებთ აი თქვენი ბიზნესის მაგალითზეც რომ მითხრათ და ზოგადად სექტორს რასაც აკვირდებით, აი ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები რამდენად გეხმარებათ ექსპორტში და რამდენად ათვისებულია და რამდენად ეფექტიანად არის ათვისებული აი ეს სავაჭრო ხელშეკრულებები. დიახ, ამაზე მინდოდა მესაუბრო ზუსტად ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი სახელმწიფოს მიერ მრავალ სხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩინეთთან და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, ძალიან ხელს ვიწყობს ბიზნესში და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. დივერსიფიკაციას რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიკაციას ეს არის ნომერ პირველი ჩვენი ამოცანა. თუ რამოდენიმე წლის უკან და ახლაც პრინციპში ძირითადად ჩვენი პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გავხადოთ ჩვენი ბიზნესი და გავხადეთ კიდევაც ჩემ კომპანიაზე მაქვს საუბარი, გადავერთეთ აგერ შუა აზიის ქვეყნებზე, გადავერთეთ ჩემო ბატონო ისრაელის მიმართულება დაგვემატა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებები ნელა, მაგრამ ნაბიჯ უკვე გადავედით სამხრეთ ამერიკის მიმართულებაზე, ეს არის არგენტინა და ბრაზილია და ალბათ მომავალში ალბათ მექსიკას დაემატება ამ ქვეყნებს და აი ასე ნაბიჯ ვახდენთ ბაზრის დივერსიფიკაციას, მაქსიმალურად ვცდილობთ მოვიცვათ ყველა კონტინენტი, რომ კონკურენციის საშუალება გქონდეს, ვინაიდან იცით თქვენ
ამ სეგმენტში სოფლიოში უპირველესი ექსპორტიორი ეს არის თურქეთი და თურქეთთან კონკურენცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენად გამოგვდის ეს პრინციპში გამოგვდის, იმიტომ რომ ჯერჯერობით ასეთგან ფეხზე ვდგევარ და აქტიურად ვაკეთებ ექსპორტს სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხარისხობრივი მაჩვენებლები და შესაბამისად ჩვენს პირველებს მივცეთ შედარებით დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი, ვიდრე ეს ხდება თურქეთში. აქედან გამომდინარეა, რომ ჯერჯერობით კიდევ საკმაოდ წარმატებით ვართმევთ თავს ყველაფერს. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო თემურ. და ახლა მინდა მერაბთან გადავიდე შემდეგი კითხვით, გამოწვევაზე საუბრობდით ბაგების ხმობასთან დაკავშირებით და რა ხდება, ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით და რა იწვევს ამ პრობლემას და სად არის გამოსავალი ამ შემთხვევაში და რამდენად, ესე ვთქვათ, მოკლე ხანში არის შესაძლებელი ამ პრობლემის, ესე ვთქვათ, ლოკალიზება, იმიტომ რომ აი ფაროსანაზე ვსაუბრობდით და ფაროსანას გამოწვევა, ესე ვთქვათ, საკმაოდ წლების განმავლობაში არის, ესე ვთქვათ, ჯიუტად შენარჩუნებული ჩვენს ქვეყანაში. ფაროსანას პრობლემიდან განსხვავებით ეს არის, ესე ვთქვათ, არ ვიცი როგორ ბევრად უფრო მძიმე სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ფაროსანა არის პრობლემა, რომელიც აზიანებს მოსავალს. და თქვათ ფერმერმა თუ იზარმა წაერ წელს და არ მოუარა თავის ბაღს, მისი მოსავალი დაზიანდება, თუმცა შემდგომ წლებში მას კვლავ აქვს საშუალება იმისი, რომ თხილს მოუაროს და აღადგინოს მოსავლის ხარისხი და რაოდენობა. რაც შეეხება თხილის ბუჩქების უეცარ ხმობას ამ ბაქტერიისგან გამომდინარე, ფსევდომონას ბაქტერიისგან გამომდინარე, ფაქტობრივად თუ წელს იმ ფერმერებმა, რომლების ბაღებშიც ეს დაავადება აღინიშნება ზოგადად არ ჩაატარეს ძალიან მძიმე წამლობები სპილენძით და ანტიბაქტერიული საშუალებებით და არ მოახდინეს დაავადების გავრცელების პრევენცია, დაახლოებით 2-ჯერ მეტი რაოდენობით გახდება შემდგომ წელს. ანუ მე პირადად დაახლოებით 60 გექტარი თხილის ბაღი მთლიანად გამიხმავ, იმიტომ რომ ვერ შევაჩერე, არ ვიცოდი იმ წლების განმავლობაში რა ბაქტერიასთან მქონდა პრობლემა, ისა რა ქვია, შეხება ვერ ვახტებდი მენეჯმენტს, ინვესტიცია დაახლოებით 1300-დან 1500 ლარამდეა გექტარზე გასაკეთებელი წლიურად, რომ ეს შეაჩერო, ესე ვთქვათ, და 100%-იანი შედეგიც ამ მომენტში არა გაქვს, უნდა თვითონ დააკვირდე, ჩაატარო 3%-იანი სპილენძი, 2-ჯერ შეწამლო, მე ანტიბაქტერიული საშუალებებით, ამას შრომა ჭირდება და ინვესტიციაც, ფინანსური რესურსიც ჭირდება შესაბამისად და როდესაც არ იცი კონკრეტულად რა დაავადებას ებრძვის ბუნებრივი ამ ინვესტიციის გაწევის საშუალებაც არ აქვს და არ არის მიზნობრივი. წელს 2025 წლის ზაფხულში მეტნაკლებად დავასრულეთ კვლევად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად და შევჯერდით, რომ ეს არის ფსევდომონას ბაქტერია, რომელიც წინააღმდეგად სპილენძით და ანტიბაქტერიული საშუალებებით ბრძოლა მიზანშეწონილია და მოგცემს შედეგს. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ პირველი გამოწვევა ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ის არის, რომ მცირე ფერმერები, როგორც წინათ ვისაუბრეთ, რეალურად 500 ლარი, რომელიც ჩვენ მათ მივეცით, რომ 3-ჯერ 4-ჯერ ფაროსანას წინააღმდეგ შეეწამლათ ბაღები, იმის გამოყენების პრაქტიკა ვერ დავნერგეთ ესე ეფექტურად და არის იმის დიდი საფრთხე, რომ ისინი თავს შეიკავებენ ამ ხელა ინვესტიციისგან, არც ექნებათ ამის საშუალება და შესაბამისად მათთან ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესებია ჩასატარებელი. თუ ეს პროცესები არ ჩატარდა, ჩემი თვალსაზრისით მოლოდინი ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ჯამში ჩვენი კალკულაციით დაახლოებით 40,000 გექტარი გვაქვს 3 გექტარზე ქვემოთ, რაც რუკების შედგენის შედეგად დავადგინეთ და აქედან ვხედავთ, რომ 7,000 გექტრის მინიმუმ 7,000 გექტარი უკვე არის ინფიცირებული ამ დაავადებით, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლის ივნისის თვეში დაახლოებით 10-15,000 გექტრამდე ავა ხმობის მაჩვენებელი. შესაბამისად ეს ძალიან დიდ ეფექტს იქონიებს ზოგადად კულტურაზე და ეს არის შეუცვლელი პროცესი, ანუ ერთხელ ხე რო გახმება, მაგას უკან ვეღარ დააბრუნებ, რაც არ უნდა მოუარო და ჭირდება
დაახლოებით 8-9 წელი ისევ საწყის მდგომარეობამდე სრულ მოსავლიანობამდე ბაღი რომ იყვანო. ამიტომ რა არის აქედან ესე ვთქვათ გამოსავალი და ესე ვთქვათ აი თუ არიან ვთქვათ არ ვიცი აი დონორები ვთქვათ შენარჩუნებული თქვენს სექტორში ჩვენს ქვეყანაში რომ ვთქვათ აქედან მოიძიოს სექტორმა რაღაც გარკვეული თანხა თუ შეიძლება ის მთლიანად ბიუჯეტს დააწვეს თუ აი ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის და ასოციაციის როლს ესე ვთქვათ როგორ ხედავთ ხო აი ამ პრობლემაში ასოციაციის როლით დავიწყებ, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივახციეთ, იყო ის, რომ ჩვენ შევძელით კერძო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის იქნება ეს უცხოური დონორები, როგორც ადრე იყო USAID, მაგრამ უკვე ბოლო დაახლოებით 6 წელია მეტი, არა 6 წელია, დაახლოებით ბოლო 8 წელია ინტენსიურად სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის უდიდესი ინვესტორი თხილის სექტორში, დონორი, ესე ვთქვათ. ჩვენ შევძელით რომ შეგვექმნა ესეთი ცოცხალი პლატფორმა, რომლითაც ყველა პროექტი მიუხედავად მათი სირთულისა და ესე ვთქვათ რისკიანობისა შეგვეძლო მიგვეტანა ფერმერებთან და იქნებოდა ეს ტრეინინგი, კომუნიკაცია, აპარატების გადაცემა და შემდეგ ეს ყველაფერი ესე ვთქვათ მაქსიმალურად ეფექტურად მიგვეტანა სექტორთან, ასევე სექტორიდანაც ესე ვთქვათ კომუნიკაციაც შესაბამისად ჩვენი მეშვეობით გამოდის. ანუ არსებობს საქართველოში მორობით მექანიზმი, რომელითაც შეიძლება მოვიცვათ ათასობით ფერმერი, ველაპარაკოთ მათ, ვასწავლოთ, განათლება მივცეთ და ასევე არსებობს მექანიზმი, რომელითაც ფინანსური ხარდაჭერის ფერმერებამდე მიტანის მოდელი შეგვიძლია ესე ვთქვათ ავამოქმედოთ. ამ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია, ალბათ საჭიროა რომ რაღაც კომიტეტივით შეიქმნას, იყოს კომუნიკაცია, მსჯელობა ამ საკითხზე და ძიება გამოსავლის, თუმცა მე ვფიქრობ რომ ალბათ ეს სწრაფად ეს ვერ განხორციელდება, უკვე პირველი წამლობები ეხლა მიმდინარეობს ამ მომენტში, ანუ ესე ვთქვათ ნოემბრის ბოლოდან იანვრის ბოლომდე პერიოდი არის ერთი სპილენძის წამლობის ჩატარების პერიოდი და სარგებლობის შემთხვევით და ყველას მოუწოდებ რომ მაქსიმალობისაც და აქ ინფიცირებული ბაღი 3%-იანი სპილენძის ნაზავით დაამუშავონ კარგად თხილის ბაღები თუმცა ალბათ ეს სწრაფად აქ ვერაფერს ვერ ვიზამთ, უნდა ვემზადოთ მომავალი სეზონისთვის უკვე და იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა რაღაც მექანიზმები გამოჩნდება. ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დღეის მდგომარეობით სხვა აქტიური დონორები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სექტორის და თხილის სექტორის მხარდაჭერით არიან გამორჩეული ქვეყანაში არ აქვს, FAO არის ერთ-ერთი, რომელსაც გვექნება აუცილებლად კომუნიკაცია, თუმცა მსგავსი ტიპის პროგრამები მათ ნაკლებად აქვთ. შესაბამისად, ეხლა დონორის და მხარდაჭერის ლოდინი კარგია, საკმაოდ მრავალი წელი იყო განებივრებული თხილის სექტორი, ესე ვთქვათ, იმით რომ ყველა მხრიდან უცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ ეხლა ამის ლოდინი რეალურად დამღუპველია ფერმერისთვის, წლების განმავლობაში რო ეხლა თვეები და სეზონი ამის გამო არანაირად არ უნდა ვთქვათ გამოტოვოს. მე ყველას ვუჩვევდი რომ უბრალოდ ძალიან მარტივია, ყველგან არის აგროქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტები, მაღაზიები, სადაც უნდა მივიდეს ფერმერი, შეიძინოს 3%-იანი სპილენძის ხსნარი და მოახდინოს მისი შესრულება ბაღში, რომ შეაჩეროს ამ ბაღის ხმობის პროცესი. კი ბატონო, და მე ცოტა დრო გრჩება, მაგრამ მინდა რომ მკითხოთ ცოტა მეტი მითხრათ ამ პლატფორმასთან დაკავშირებით, რაც თქვით, ანუ რა ტიპის მექანიზმი არის, ანუ შემუშავების დროს არის, ანუ რამე crowdfunding-ის მექანიზმი თუ აი რა ტიპის მექანიზმია თუ ძირითადად მხოლოდ აი ეს საგანმანათლებლო სატრენინგო და თქვათ რაღაც ინფორმაციის მიწოდების დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ რომ ფრაგმენტირებულია, მცირე მეწარმეებით გაჯერებულია და შესაბამისად ფინანსებზე წვდომა გართულებულია და ფინანსები, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია ფერმერისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ფერმერისთვის ამ სექტორში ალბათ.
ჩვენ 2014-15 წლებში ძალიან საინტერესო მოდელი გადმოვიტანეთ ასოციაციის ფორმირების არგენტინიდან, რომ არგენტინული ასოციაციის მოდელის იმპლემენტაცია მოხდა საქართველოში. შესაბამისად, როდესაც არის საუბარი პლატფორმაზე, ეს არის მეთოდი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია გვაქვს პრაქტიკა, რომ 35,000 ოჯახთან მივიტანეთ ხმა და ჩაუტარეთ ტრენინგები 2019-2018 წლებში. შესაბამისად, ეს მექანიზმი არსებობს, თუმცა ამას სჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები და ფინანსების, რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ნახეთ, გადაცემის დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ როგორც პრაქტიკულად და ესე ვთქვათ ლოგიკური აზროვნებით მიგვაჩნდა, რომ ფერმერს თუ ფულს მივცემდით, განათლებას მივცემდით და მივაწვდით შესაბამის შესაძლო ლაპარაკს, ის თავის სამუშაოს თავის საკუთარ ბაღში ჩაატარებდა, მაგრამ ეს არ არის რეალური მოცემულობა. ამავე დროს ჩვენ გვაქვს გამოცდილება 2018 წელს, 2017 წელს, როდესაც არა გრანტებით და არა ვთქვათ, იმით რა ქვია ნაჩუქარი ფულით ესე ვთქვათ, არამედ აი საკრედიტო ორგანიზაციების მეშვეობით სოფლებში ვაწყობდით გასვლით შეხვედრებს, როდესაც ფერმერები ალბათ 10-ჯერ მეტ აგროქიმიკატს ყიდულობდნენ, თუმცა კრედიტით იღებდნენ და იხდიდნენ ამ კრედიტს 100%-ით. დაახლოებით 3 წელი ვაკეთებდით ამას მცირე საკრედიტო ორგანიზაციებთან ერთად და ალბათ ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს გამოცდილებას იმისას, რომ შემიძლია ვთქვა, რომ აქ იმდენად ფინანსურ დახმარებაში და ესე ვთქვათ პირდაპირ მატერიალურ დახმარებაზე არ არის საუბარი, რამდენადაც განათლებაზე, კომუნიკაციაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და კი ბატონო, დიდი მოტივირება არის უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე მისთვის ფინანსური რესურსის მიწოდება. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ამ ინსაიტებისთვის და ლევან შევაჯამოთ, ასე ვთქვათ და 2026 წლის მოლოდინებზე და ვთქვათ აი რა ტენდენციებს დააკვირდებით და ამით დავასრულოთ. პირველ რიგში, როგორც ვთქვით, წინა 2025 წელს მოსავალი არ იყო ის მაჩვენებელი, რასაც ველოდით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ახალი წლიდან, ასე ვთქვათ, ამინდის პირობებით შეგვიწყობს ხელს, გვექნება გაცილებით კარგი მოსავალი, ასევე იმედი გვაქვს და აუცილებლად გვექნება გაზრდილი მოსავალი საერთო ჯამში და დავიწყებთ აქტიურ ექსპორტს, იმიტომ რომ აქამდე მოცულობიდან გამომდინარე არ თუ ისე დიდი ექსპორტი იყო, საჭიროებაც არ იყო, აქ უკეთესი ფასი იყო ადგილობრივ ბაზარზე ვიდრე ექსპორტს. მოკლედ, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და დროა დაველოდოთ აზახურს და ახალ სეზონს. კი ბატონო, უღრმესი მადლობა, რომ გავით ჩემთან ერთად, სამივე ჩემს სტუმარს დიდი მადლობა, რომ ეს არასრული 1 საათი გაატარეთ ჩვენთან ერთად და ჩვენი მაყურებლისთვის ბიზნესის ხმას ვისმენდით და თხილის სექტორზე მსჯელობდით, უსმენდით თემურ გოგიას, მერაბ ჭითანავას და ლევან ქვარიანს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.